არტემის მეორის ეკიპაჟი მთვარეზე წარმატებული შემოვლისა და კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსში ყველაზე შორს გასვლის შემდეგ დედამიწისკენ ბრუნდება. შინ დაბრუნებისთვის ორიონი დედამიწისა და მთვარის გრავიტაციას იყენებს. ამან საწვავის დაზოგვა უზრუნველყო და ასტრონავტები ავტომატურად დააყენა დედამიწისკენ კურსზე მას შემდეგ, რაც ორშაბათ საღამოს მთვარის ადამიანისთვის აქამდე უცნობ მხარეს შემოუარეს. ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ჯონსონის სახელობის NASA-ს კოსმოსურმა ცენტრმა ეკიპაჟთან კავშირი სიგნალის დაკარგვიდან დაახლოებით 40 წუთში აღადგინა. ეს მაშინ მოხდა, როცა ორიონი დედამიწის პირდაპირი ხედვის ხაზიდან გავიდა და მთვარეს მიეფარა. როცა მთვარის უკანა მხარეს ვიყავით და დედამიწასთან კავშირი არ გქონდა, ამას ყველა ვიაზრებდით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. დავინახეთ, როგორ გაქრა დედამიწა, მაგრამ სამეცნიერო სამუშაოებით იმდენად ვიყავით დაკავებულები და ისე ვენდობოდით ჩვენს ხომალდსა და მისიის მართვის სენს, რომ სრულიად მშვიდად ვიყავით და უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ვცდილობდით მთვარის უკანა მხარეს ყოფნისას, რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მონაცემი შეგვეგროვებინა. როგორც კი დედამიწასთან კავშირი დავკარგეთ, ორცხობილები მივირთვით ნეკერჩხლის კრემით. დაახლოებით 30 წამით შევიკრიბეთ. ორცხობილები ვჭამეთ და მეცნიერებას დავუბრუნდით. საჭირო იყო ეს მომენტი შეგვეგრძნო და პატივი მიგვეგო იმისთვის, რომ მთვარის უკან მოვექეცით და დედამიწასთან კავშირი დავკარგეთ. ეს ეკიპაჟისთვის ძალიან უცნაური და თითქმის არარეალური მომენტი იყო. რა სწრაფად გავიდა დრო, საერთოდ არ ვარ მზად სახლში დაბრუნებისთვის. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ შეზღუდულ სივრცეში დრო შესაძლოა ასე სწრაფად გავიდეს და მაინც ყოველი წუთი სასიამოვნო იყოს. ვიდრე არტემის მეორის ეკიპაჟი მთვარის უკან აღმოჩნდებოდა, მან 1970 წელს აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და 6606 კილომეტრის გადააჭარბა იმ დისტანციას, რომლითაც პროგრამა აპოლოს მისია თითქმის 600 წლეული წლის წინ დედამიწას გაცდა. ორიონი მშობლიურ პლანეტას 46778 კილომეტრით დაშორდა. კავშირის აღდგენის შემდეგ ასტრონავტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრა. მან არტემის მეორის ეკიპაჟს ისტორიის შექმნა მიულოცა და უთხრა, რომ მათი მიღწევებით მთელი ამერიკა ამაყობს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღმართავთ ჩვენს დროშას და ამჯერად არსად წავალთ. ჩვენი ნაკვალევი მთვარეზე მუდმივ ყოფნას დაუდებს სათავეს და შემდეგ მარსისკენ გავაგზავნებთ გზას. ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება. ამას ძალიან ველი. მინდოდა მეც ყოფილიყავი იქ, მაგრამ ალბათ დროში ვერ მოესწრება. თუმცა ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მთვარეზე. ასტრონავტები რიდ ვაიზმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი მთვარეზე შემოვლისას დეტალური დაკვირვებით მოპოვებულ ინფორმაციას დედამიწას რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აწვდიდნენ. მთვარის ზედაპირის 6 საათიანმა დაკვირვებამ მეცნიერებს მისცა ის, რასაც მხოლოდ რობოტების მიერ გადაღებული ფოტოებით ვერ მიიღებ. ადამიანური პერსპექტივა. არტემის მეორის კოსმოსური ვოიაჟი 10 აპრილს წყნარ ოკეანეში დაშვებით უნდა დასრულდეს. არტემისის პროგრამის ფარგლებში NASA მთვარეზე მრავალჯერ დაბრუნებას და იქ მუდმივი ბაზის შექმნას გეგმავს შემდგომი კვლევებისა და ექსპედიციებისთვის.